ახარიას საპარლამენტო გუნდი ფიქრობს, რომ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა გამოიკითხოს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და გარდა ამისა, მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ირაკლი კობახიძეც და მისი გამოკითხვაც, თუმცა როგორც ჩანს, ამ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ინფორმაცია და სათქმელი სხვა ადამიანებსაც გააჩნიათ და კონკრეტულად აქ საუბარი არის გიორგი გახარიაზე, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრზე, როგორც ჩანს, გიორგი გახარიამაც ბევრი რამ იცის, რა ნივთიერებები ინახებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და იმ შემთხვევაში თუ კი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება BBC-ს ეთერში გასულ ამ ხმაურიან ფილმთან დაკავშირებით გახარიაც მზად არის მოვიდეს და საკუთარი ინფორმაცია გააჟღეროს რა ნივთიერებები არსებობდა და არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ოცნების ყველა ის დეპუტატი, რომელიც არ დაეთანხმება ჩვენს ინიციატივას ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, იზიარებს პასუხისმგებლობას, თანაბრად 99 დეპუტატი გაიზიარებს პასუხისმგებლობას ამ მომხდარ შესაძლო დანაშაულზე, რომელიც დიდი ალბათობით დრომულად და დადასტურდება, რომ არის დანაშაული, რადგან არის გამოყენებული კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერება. გიორგი გახარიას თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი პრობლემა არც ერთ კომისიის წინაშე გამოსulis და გამოცხადების არ აქვს. შესაბამისად, აქ იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოცხადდება კომისიაზე და ყველანაირად ითანამშრომლებს და ყველანაირად ხელს შეუწყობს გამოძიების სწორი მიმართულებით წარმართვას. რაც შეეხება რეზინის ტყუებს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ უკვე დადასტურებულია, რომ რეზინის ტყუების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუწია, ეს არის 1. 20 ივნისის შედარება 2024 წლის მშვიდობიან დემონსტრაციებთან არის აბსოლუტურად დაუშვებელი, რადგან 20 ივნისს იყო და ისიც არის დადასტურებული მათ შორის სტრასბურგის სასამართლოთი, რომ იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, ხოლო 2024 წლის დემონსტრაციების დროს ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია. სტაცემაზე უნდა მოვიდეს პარლამენტში ამ დროებითი გომელაური, ირაკლი კობახიძე არის მთავარი პასუხისმგებელი პირი. ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოგვიცხადა, რომ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია. ირაკლი კობახიძე, რომელიც სტაჟს უკრავდა გომელაურს და ამბობდა, რომ აი ყველაზე ევროპულად არბევს აქციებს. და მან გახარიაზეც ირაკლი კობახიძე. ხო და ირაკლი კობახიძემ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაზეც მან პირდაპირ გამოაცხადა, მან თვითონ დაადასტურა, რომ წყალში შეურიეს ქიმიური ნივთიერება. მან დაადასტურა. ეს უკვე დანაშაულია. აი, იურისტი ვარო იძახის და პირველ კურსელმა იურისტმაც კი იცის ეს. შენ, როცა ძალის გამოყენებაზე შენ გაქვს პრივილეგია და შენ უნდა გესმოდეს, რომ მხოლოდ იმის გამოყენება შეგიძლია და ისე და იმ დროს, როგორც პირდაპირ გიწერია პოლიციის შესახებ კანონში. შეიძლება ითქვას, რომ შანსი ძალიან ცოტა არის იმის, რომ ქართული ოცნება დათანხმდეს გიორგი გახარიას პარტიას, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ერთადერთი, რა შემთხვევაში შეიძლება ქართულ ოცნებას ამ კომისიის შექმნა აწყობდეს, არის ის, რომ ქართულ ოცნებას სჭირდებოდეს თავიდან ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისთვის, რათა უკვე აი ამ თემასთან დაკავშირებით სხვა მათთვის სასურველი ადამიანები ჩასვას ციხეში, ვისაც მაგალითად კომისიაზე დაიბარებენ და ვინც ისევ უარს იტყვის, რომ ქართული ოცნების პარლამენტთან არ ითანამშრომლოს და აღარ მოვიდეს ისევ თეატრულკიანის ან რომელიმე სხვა ქართული ოცნების წევრის მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე. ცოტა არ იყოს გასაკვირია ესეც ბჭყალებში გახარიას პარტიის ეს ინიციატივა, იმიტომ რომ მართლაც მნიშვნელოვან და ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც მათ კვოტები ჰქონდათ, რაც ეხება საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდს 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, სადაც მართლა ქართულმა საზოგადოებამ გადაიტანა ის რაღაც ჯოჯოხეთური პროცესები. ამ კომისიაში არ მიიღეს მონაწილეობა. და ეხლა უნდა შექმნან კომისია, რომელიც მათი აზრით დაადგენს იმას, ეხლა თუთიყურს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არ გასცვივდა და ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს იმ პერიოდში, როცა დაუშვათ დეკემბერში იყო აქციები და რაღაც მათი აზრით რაღაცა იარაღი იყო ქიმიური გამოყენებული. გახარიას არაკომპეტენტური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პარლამენტში საქმიანობს, ნამდვილად არ მიმაჩნია იმაზე უფრო მაღალ სარწმუნო წყაროთ, ვიდრე საგამოძიებო სტრუქტურები, რომელიც ისედაც დაკავებული არის ამ პროცესით. მით უფრო ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მათ აქვთ რაიმე პოლიტიკური ინტერესი, რომ ობიექტური დასკვნებით და გააკეთონ ამ ყოველფრიდან, თუმცა მათ თუ რაიმე საგამოძიებო კომისია სურთ, შეუძლიათ 20 ივნისთან დაკავშირებით გააკეთონ საგამოძიებო კომისია და მათი ლიდერის მოქმედებები იყო თუ არა მიზანმიმართული თუ შეცდომით გაკეთებული, ეს გამოიკვლია.
ახლა საინტერესო არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება და ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ჩვენთვის ორშაბათს გახდება, როდესაც ბიუროს სხდომა იმშელებს უნდა შეიქმნას თუ არა პარლამენტში ახალი დროებითი საგამოძიებო კომისია ექს-პრემიერის პარტიის საპარლამენტო გუნდმა მიმართა დღეს ქართულ ოცნებას, რომ BBC-ს ეთერში გასულ ფილმთან დაკავშირებით აუცილებელი არის, რომ პარლამენტმა იმუშაოს და პარლამენტში არსებულმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს საკითხი, რითი წამლავდა ქართული ოცნება საკუთარ მოქალაქეებს.